მოგესალმებით, მე ნინა ვარ. დღევანდელ ვიდეოში მინდა განვიხილო Hitachi-s ბრენდის სარეცხვის მანქანის მოდელები, რომელიც ელჩი ახალი შემოსულია და რომლის შეძენასაც შეძლებთ როგორც ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, ასევე online i.g-ზე. მოდით დავიწყოთ პირველი მოდელით, რომელიც არის ორ ფერში წარმოდგენილი. არის 8 კილოგრამიანი, მაქსიმალური წყურის რეჟიმი კი აქვს 1200. ძრავი აქვს ინვერტორული, რაც გულისხმობს იმას, რომ არის მაქსიმალურად ეკონომიური 103 პლუსის კლასის, აქვს დაბალი ხმაურის დონე როგორც რეცხვისას, ასევე წყურის დროს და რაც მთავარია, მუშაობის დიდი რესურსი. გარდა სტანდარტული პროგრამებისა, ამ მოდელს დამატებით გააჩნია უთოს რეჟიმი, რომელიც ნაკლებად აგეკუჭავთ სამოს და ასევე ადვილად საუთავებელი ხდება. ასევე აქვს ორთქლის ფუნქცია, რომლის გააქტიურებისას მაღალ გრადუსზე ხდება რეცხვა და სამოს მაქსიმალურად წმენს ბაქტერიებისგან. ლაქების ამოყვანის ფუნქციის გააქტიურებისას კი აქვს 4 გავრცელებული ლაქა, ეს არის ყავის, соуსების, ზეთის და ტალახის. არჩეული ლაქის ტიპის მიხედვით თქვენი მანქანა ინტელექტუალურად შეარჩევს ოპტიმალურ რეცხვის ტემპერატურას და ციკლს ლაქების დასამუშავებლად და მოსაშორებლად. რაც შეეხება მეორე მოდელს, ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე კომბინირებული ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია როგორც გავრეცხოთ, ასევე გავაშვოთ შვეთის ასურველი ქსოვილი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი კომფორტია, განსაკუთრებით კი მიმდინარე სეზონზე. ერთდროულად შესაძლებელია როგორც მხოლოდ რეცხვის და მხოლოდ შრობის, ასევე ორივე ფუნქციის გააქტიურება. წინა მოდელის მსგავსად ამ მოდელსაც გააჩნია როგორც უთოს რეჟიმი, ასევე ორთქლის რეცხვის ფუნქცია. აქვს ახალი დოლურა, რომელიც არ აზიანებს სამოს და უნარჩუნებს მის პირვანდელ სახეს. Hitachi-s სარეცხვის მანქანის მოდელებს გააჩნია დოლურისთვის წმენდის ფუნქცია, რომელიც წმენს მას ბაქტერიებისგან და არასასიამოვნო სუნისგან. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მოვალ ვიდეოში დაგიბრუნდებით, დროებით.